ბოლო ფრაგმენტი ვერ მოვისმინე ნიკას პოზიციის, თუმცა თუ საუბარი იყო კვლავ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დარწმუნებული ვარ, რომ გააჟღერა ის მოსაზრება, რომელსაც ჩვენც უკვე დიდი ხანია ვაჟღერებთ, რომ დაუშვებელი და წარმოუდგენელია ასეთ ბრჭყალებში არჩევნებში მონაწილეობის მიღება, არჩევნებადაც არ მოვიხსენიებ მე პირადად, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ეს იქნება მორიგი სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თუ იმაზე ვთანხმდებით მთელი პოლიტიკური სპექტრი მინუს ივანიშვილი და მისი დანამატები, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამაზე ვთანხმდება სრული დემოკრატიული პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის გახარიაც კი, რომლის მოტივაციებშიც მე ხშირად ეჭვი შემაქვს, მაგრამ ამ აქსიომას, ასე ვთქვათ, ყველა ვიზიარებთ, რომ ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ახლა, როდესაც ქვეყანაში ყავს 50-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ერთი მეორეს მიყოლებით აკავებენ, როდესაც კიდევ უფრო გაუარესებულია საარჩევნო გარემო, მათ შორის კანონმდებლობის თვალსაზრისით, როდესაც პრაქტიკულად აკრძალული იქნებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყოველთვის ისტორიულად გაცილებით უფრო ნაკლებ აქტივობას აჩვენებდა მაშინ, როდესაც ყველა ავტოკრატიული რეჟიმის თამაშებაში, რა თქმა უნდა, აპრიორი, მაგრამ სამწუხაროდ გახარიას შემთხვევაში და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავავლოთ ხაზი გახარიასა და ლელოს შორის, იმიტომ რომ გახარიამ გადასარევად აპრიორი რომ ისინი იღებენ გახარია ნამდვილად, ამიტომ ეს ეხლა მე როგორც ხვდები და მოგიწოდებენ მსჯელობისკენ ყველა პარტიას. კი, ბევრი მეგობარი და თანამოაზრეც მე ვიტყოდი ყავს ამ კოალიციაში, რომლის მოტივაციაშიც გახარიასგან განსხვავებით მე პირადად არასდროს ეჭვი შემიტანია, რომ მათ ნამდვილად სურთ ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და დასრულება რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ გახარია როგორც მინიმუმ ამას უყურებს როგორც ვითომ გრძელვადიან თამაშს და იმას ვერ ხვდება, რომ ამ ვითომ გრძელვადიან თამაშში სრული ბელორუსიზაცია მოხდება ქვეყნის და მაშინ სრულიად irrelevantური იქნება რას და როგორ გააკეთებს რომელიმე ოპოზიცია, იმიტომ რომ მოხდება ან მისი სრული კოოპტაცია რეჟიმთან და ის გახდება უბრალოდ რეჟიმის დანამატი, ან მასაც დაიჭერს ივანიშვილი. ამის გარანტია შემიძლია მივცე გიორგი გახარიას. მისგან განსხვავებით, იმ შემთხვევაშიც თუ თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მათი ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, იშვიათად გადაუგდია ბიძინა ივანიშვილს საკუთარივე მოკავშირეები ან სიტუაციური მოკავშირეები, ხო, ძალიან ხშირად პირიქით მათ ყველაზე უფრო მკაცრად სჯის ხოლმე. მაგრამ ლელოს მოტივაციაში ნამდვილად არ შემაქვს ეჭვი, ამიტომ ვთვლი, რომ მათ ნამდვილად ერთგვარად უჭირავთ ოქროს გასაღები ამ გზაგასაყარზე, იმ თვალსაზრისით, რომ ამ არჩევნებში თან ასე უპირობოთ ყოველგვარი, ანუ გარემოს გაუმჯობესების გარეშე, ყოველგვარი დიდი რაღაც პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით. არ უთქვამთ, ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ამაზე დისკუსიას გთავაზობენ. აი ეთერებიდან სულ მესმის, მე ბოლო ორი გადაცემა ლელოს წარმომადგენელთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ ჩვენს არხზე ხშირად არიან და დღესაც ვუსმენდი გუშინაც, სხვა არხებზეც არიან, რა თქმა უნდა. კი, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ უჭირავთ ოქროს გასაღები, იმიტომ რომ ერთის მხრივ მათ შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილებით მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის ღიად აცხადებს, რომ ივანიშვილის თამაშში და ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ლელოს შეუძლია ან ხელი შეუწყოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციას და ამით რეჟიმის დამარცხებას, ან ავტოკრატიული რეჟიმის ლეგიტიმაციას. მზად ხართ და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ფორმატში, ანუ გულისხმობ რაღაც ფორმატს, რომელზეც შეიძლება შეთანხმდეთ, იმიტომ რომ თქვენც არ დადიხართ წინააღმდეგობის პლატფორმაში, არ მონაწილეობთ, რამდენადაც მახსოვს, რამე თუ არ შეიცვალა და მახსოვრობა თუ არ მღალატა. არა, ხო, და ამ პლატფორმას რაც შეეხება, აქაც მინდა დავამატო ის, რომ სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელიც დღეს გააჟღერა, არ იყო ყოველთვის ასეთი მკაფიო.
თავდაპირველად ხა მე ღიად შემიძლია ასე თქვა, იმიტომ რომ ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია იცოდეს საქართველოს მოქალაქემ, განსაკუთრებით პოლიტპატიმრებმა, განსაკუთრებით იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც ახლა გისოსებს მიღმა არიან და საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია, ანუ რა პოლიტიკური მორალით შეუძლიათ გაამართლონ მათ პოტენციურად პარტნიორ პროდასავლელ კოალიციებს და პოლიტიკოსებს არჩევნებზე სპეცოპერაციაში შესვლა, როდესაც ისინი გისოსებს მიღმა არიან. სალომე ზურაბიშვილის პოზიციაზე ვისაუბროთ, რომელიც მან დღეს თქვა, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი ერთად და თან იმ შემთხვევაში, თუ არ დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, მანამდე და თან იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება ივანიშვილის და სუსის კონტროლის ქვეშ. ანუ ცვლილებები, რომელსაც ლაპარაკობთ თქვენც. როგორ მიიღწევა ეს ყველაფერი და თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამ კონკრეტულად დღევანდელ პოზიციასთან, უბრალოდ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც უფრო მკაფიოა პრინციპში. ხო, მიიღწევა მხოლოდ ერთიანობით, მხოლოდ კონსოლიდაციით, ანუ ჩვენ როგორ შეგვიძლია ძალის დემონსტრირება, ხო? ანუ ძალას დაუპირისპიროთ ძალა, როდესაც ვამბობთ მაგალითად, ხო? ანუ ოპოზიციის ძალის გამოვლინება რა არის? უმთავრესად ჩემთვის პირადად ეს არის კონსოლიდაცია და ერთიანი პოზიცია. ზელენსკიმ როგორ მიაღწია იმას, რომ უკულტურო მომლაპარაკებლები რუსეთის სახით გაცილებით უფრო კულტურულად იქცეოდნენ თურქეთში მოლაპარაკების მაგიდასთანო, ხო? ძალის დემონსტრირებით. და ძალის დემონსტრირება ამ შემთხვევაში ქართული დემოკრატიული ძალებისთვის პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის არის ერთიანობა, კონსოლიდაცია, სიმტკიცე და მკაფიო პოზიცია. აი ეს კაკაფონია, რაც ახლა შეიქმნა, ეს ურთიერთთავდასხმა არის სწორედ ის, რაც სურს ივანიშვილს. ყველაზე ერთიანობა ასე მგონია ხანდახან რომ გისმენთ ხოლმე, რომ ყველა სხვადასხვა გვარად ურთიერთდაპირისპირება ოპოზიციაში. ხო, აი თითქოს ყველა სხვადასხვა გვარად ესმის ეს ერთიანობა და რაღაც სხვადასხვანაირად უყურებს. აი რა გიშლით ამ ერთიანობაში ხელს, ხო? თითქოს მართლაც გონიერი ადამიანები ხართ, დარწმუნებული ვარ, ყველას შეგტკივათ ამ ქვეყანაზე. გული იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ და აგერ თქვენც აღიარებთ, რომ ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, თუნდაც აი ამ თვითმმართველობაში არ მონაწილეობაზე და ზოგადად ამაზე მსჯელობაზე პროცესს არანაირად არ არის სასარგებლო პროცესისთვის, რა გიშლით რომ დასხდეთ ერთად ამაზე ისაუბროთ, ერთიანი პოზიცია გქონდეთ, რატომ ვერ გააკეთეთ ეს აქამდე, აპირებთ თუ არა ახლა ამის გაკეთებას? ну სამწუხაროდ ეკა მე ვფიქრობ რომ რიგ შემთხვევაში აი რაღაც ურგენტულობის განცდა თითქოს აკლია პოლიტიკურ პროცესს. მე ნამდვილად ვარ დარწმუნებული, პატიმარი ცოტა. როგორც ჩანს, მაინც ვერ აცნობიერებს ზოგიერთი რომ ხვალდაზე ნამდვილად თანამესაკნეები და არა კოალიციის წევრები ან პარტნიორები ვიქნებით პოლიტიკურ ველზე. ეს ნამდვილად ის გზა არის, რომელიც ივანიშვილმა აირჩია და მეცაც გეტყვით, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, კი არა და ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობ და ვმუშაობ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, საქართველოს საერთაშორისო მეგობრებთან, იქნება ეს ევროპის მიმართულებით, თუ იქნება ეს ამერიკის მიმართულებით, თუ ჩვენ დროულად გონივრული და მკაფიო ნაბიჯები არ გადავდგით იმისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ და ალტერნატივა დავანახოთ მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, ივანიშვილის ალტერნატივა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებისთვის, შესაძლებელია საქართველო გახდეს უბრალოდ გეოგრაფიული ჩიხი, რომელიც არის სრულიად ირელევანტური ყველასთვის. აი ამ ალტერნატივის დანახვე ის საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ, ანუ ის კი არა, რომ თინა ბოკუჩავა, მამუკა ხაზარაძე ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერი შეიძლება გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს, ეს გასაგებია და ეს გაცნობიერებული გვაქვს, მაგრამ ის რომ საქართველო გახდეს გეოგრაფიული ჩიხი, რომელიც სრულიად ირელევანტურია, როგორც პარტნიორი, ევროპის ძალიან მკაცრი განცხადებები ისმის ევროკომისიისგან მოვისმინეთ ევროპარლამენტის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თუ შედგება ეს ევროპარლამენტარისგან მოვისმინეთ ძალიან მკაცრი სამი ბერკეტი რომ შეგვახსენეს დღეს რომლის ამუშავებაც შეუძლიათ მათ
ეს არის ვიზა ლიბერალიზაციის დაპაუზება, ეს არის ვაჭრობის შეფერხება. მოკლედ, ამაზე არის უკვე შეხსენება კიდევ ერთხელ ხდება. ანუ როდესაც საუბრობთ 60 პოლიტპატიმარზე, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ შესაძლოა მართლაც ყველა პოლიტიკური ლიდერი აღმოჩნდეს ციხეში, მინიმუმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რომელიც არაერთხელ აქვს დაანონსებული ქართულ ოცნებას. ასეთი წნეხი და შეტევა მედიაზე, გულისხმობ აი ამ კანონის ამოქმედებით მედიის კანონმდებლობას გამკაცრებულს, რომლის გამოც უკვე პირველი საჩივარი არის და რომლის გამოც ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები გვიწესდება. გულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ამ ეგრეთ წოდებული ამერიკული ფარასი, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს, რა თქმა უნდა, ფარასთან ამის ამოქმედებას. ანუ აი ეს პროცესი დღითი დღე უფრო და უფრო მკაცრი ხდება. რას ვაკეთებთ? როგორია პოლიტიკოსების, საზოგადოების, არ ვიცი, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხი, ამაზეც რომ მიპასუხოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს რომ ბიძინას თამაშის წესებით სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებაში არ არის ხსნა და გამოსავალი, ამას ხო ყველა ვხვდებით. მათ შორის ახლა ვინ შეიძლება თავის ამომრჩეველს დააჯეროს ის რომ მხოლოდ 9 ნომრის და 25 ნომრის, ანუ გახარიას და ლელოს მონაწილეობით ამ სპეცოპერაციაში, მათი განმარტებით რომც იყოს არჩევნები თეორიულად, შესაძლებელია ცვლილების მოტანა. ეს ხომ შეუძლებელია აპრიორი, თეორიულადაც ხომ შეუძლებელია ნაციონალური მოძრაობის და კოალიციური და კოალიცია ცვლილების გარეშე, ხო? ამიტომ აპრიორი საჯაროდ კი არ უნდა გაკეთებული, გაღჟღერებულიყო რაღაც პოსტულატები თეორიულად იმასთან დაკავშირებით, რომ აი თბილისს წავიღებთ და ასე შემდეგ. თბილისი ჩვენ წინა არჩევნებშიც მოვიგეთ. იმის წინა არჩევნებშიც მოიგო ოპოზიციამ თვითმართველი ქალაქები, მაგრამ ამით ივანიშვილმა ძალაუფლების გადაცემა მოახდინა, ანუ ეგრეთ წოდებული ტრანსფერი, ხო, ძალაუფლების ცვლილება, ხო, არა. ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების წნეხი ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ განვახორციელოთ ეფექტიანად, ისე რომ ამან შედეგი გამოიღოს ერთიანობით და კონსოლიდაციით და არა ერთმანეთთან დაპირისპირებით. და იგივეს გვეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორები, ეკა ყოველდღიურად მაქვს მათთან შეხება, მათაც სურთ ალტერნატივის დანახვა, მათაც სურთ, რა თქმა უნდა, საქართველოს კვლავ დაბრუნდეს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე. თვითმმართველობის არჩევნებზე სხვათა შორის, მაშინ, როდესაც ყოველთვის კონიუნქტურა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში იყო ხოლმე მონაწილეობა ბრჭყალებში დემოკრატიულ პროცესში და მათ შორის არჩევნებში და იგივე პარლამენტში და გახსოვთ მათ შორის შარლ მიშელის ცნობილი პროცესი, რაც მიზნად ისახავდა იმ დროინდელი საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტას. ახლა ეს წნეხი არ არსებობს, იმიტომ რომ საქართველოს პარტნიორებსაც ძალიან კარგად ესმის, რომ დემოკრატიული მანევრირების სივრცე აღარ არსებობს, რომ ეხლა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი თავმჯდომარე კი არ არის გისოსებს მიღმა, აგერ უკვე მეოთხე წელია და ამით ჩვენ ვართ შეზღუდული, რომ ეფექტიანად ვაწარმოოთ ჩვენი წინა საარჩევნო კამპანია, უკვე მე რამდენი არჩევნებია, ხო? ახლა, როდესაც ერთი კოალიციის 3 ლიდერს იჭერენ, ხა ბოდიში ნიკაზე ასე ღიათ რომ საუბრობ, მაგრამ სავარაუდოდ ეს მოლოდინია, მაშინ, როდესაც არც მამ ხაზარაძეს, არც ბადრი ჯაფარიძეს გარანტირებული ნამდვილად არ აქვთ, რომ თუნდაც ირაოს გადახდის სანაცვლოდ მათ არ დაიჭერენ, წარმოუდგენელია ასეთ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება იმ ილუზიით, რომ ბიძინა ივანიშვილი დათმობს თბილისის 2 მილიარდიან ბიუჯეტს და ჩააბარებს შემდეგ ამას ოპოზიციას, ხო? კი ბატონო. ამიტომ რა ვიცი ხა, მე მგონი ერთმანეთს უბრალოდ არ უნდა მოვატყუოთ, აღარ არის რაღაც არც ნახევრად სიმართლის, არც ფარისეულობის დრო საქართველოს მოქალაქეები მოელიან მკაფიო პოზიციონირებას და ისეთივე ბრძოლას, როგორც დემონსტრირებას მათ მოახდინეს ახლა უკვე პოლიტიკური ლიდერებისგან და ეს ნამდვილად არ არის ივანიშვილის თამაშის წესებით თამაში და სპეცოპერაციაში შესვლა იმისთვის, რომ მას შევძინოთ ლეგიტიმაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ძალიან ბევრი, ძალიან პატივსაცემი ადამიანი არის ლელოში, მათ კოალიციაში, ახლა მათ უჭირავთ ამ თვალსაზრით ოქროს გასაღები, იმიტომ რომ მათი პოზიცია გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ სიმძიმის წონა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით უკვე ჩვენთან არის, ბოლომდე აქეთ გადმოვიდეს ბოიკოტზე და ეს არ უნდა იყოს პასიური ბოიკოტი, ხო, ვინმე სახლში კი არ უნდა დაიჭრას, ეს უნდა იყოს ძალიან აქტიური ბოიკოტი ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით და ბოლოს აუცილებლად მინდა ვთქვა ამ თემაზე, ეკა, მაინც იმისთვის, რომ მე ეჭვი არ შემპარვოდა, ასე ვთქვათ, ამ სიმართლეში ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ
ჩავსულიყავით რეგიონებში იმისთვის რომ გაგვესაუბრა ჩვენს რაიონულ და რეგიონულ მახსოვს ამას წინათ იმყოფებობით კი ორგანიზაციებთან ჩვენს პარტიულ სტრუქტურას იმიტომ რომ თუ ვინმეს აქვს რამე დასაკარგი ასე ვთქვათ და დიდ ფასს გადაიხდის იმაში რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა ეს სწორედ ნაციონალური მოძრაობა იმიტომ და როგორი იყო მათი აზრი პარტია ვერ შემეწინააღმდეგება და ვერ შეგვეცილება იმასთვის რომ ჩვენ ყავს ყველაზე ფართომასშტაბიანი რეგიონული ქსელი და მათ შორის საკრებულოების თვალსაზრისით ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის რომ ამ არჩევნებში მიგვეღო მონაწილეობა მაგრამ ყველა გადასარევად ხდება და ძალიან მეამაყება ასეთი პატრიოტული პოზიციები, რომელიც მე ყველგან მოვისმინე, იქნებოდა ეს რუსთავი, იქნებოდა ეს სამცხე, იქნებოდა ეს თელავი, თუ ნებისმიერი სხვა რეგიონი, რომელშიც ჩავედით, ახლა ხვალ მივდივართ მაგალითად იმერეთში, მივდივართ სამეგრელოში, რომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ ადგილობრივი თვითმმართველობით ამ რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება და რომ თუნდაც საკრებულოს ხელფასი ან ის ფინანსური რაღაც სარგებელი რაც შეიძლება მოყვეს ვერასოდეს გახდება თანაზომადი იმ უდიდესი ფასის რომელსაც გადავიხდით იმით რომ ლეგიტიმაციას მივანიჭებთ რუსულ რეჟიმს ამ სპეცოპერაციაში მადლობა